მოგესალმებით. უბრალოდ ყოვლისა როგორც ის დღეს იწყება საფრთხის ოლიმპიური თამაშები, ჩვენი 28 სპორტსმენი წარმოადგენს საქართველოს ოლიმპიურ გუნდს, მინდა წარმატება უსურვო მათ და ყველა გულშემატკივრობთ, უსურვებთ რომ გამარჯვებულები დაბრუნდნენ სამშობლოში. რაც შეეხება თავად ბრიფინგის თემას. ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებლოზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციის მხრიდან ახალი არაა, ეს მათი ნირი და წესია. არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც მათ მოუწევთ, რომ მოცილდნენ საკუთარ Facebook გვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ. და განა განსაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის. განა განსაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის. განა განსაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის. დაბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ. განა განსაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის წირავდნენ. ხალხის რიცხვის პირველი ტალღა მათ ამ დღეებში უკვე მიიღეს, დაინახეს, რომ ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას უჭერს ხარს და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა, ვინც ომში მიგვაქანებდა, მშვიდობაზე ალაპარაკდა. ყველა, ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა. მაგრამ ქართველმა ხალხმა მათი ფარისეულური სახე დიდი ხანია ამოიცნო. ბოლო 2 წელი საუკეთესო ილუსტრაცია იყო იმისთვის, თუ სადგება ოპოზიცია კრიტიკულ მომენტებში. დრომ დაადასტურა, რომ არც ერთ საბედისწერო მომენტში ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერია. ყოველ ჯერზე ისინი უყურებდნენ არა იმას, თუ რა სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, არამედ იმას, თუ რა სჭირდებოდა სხვებს და რომელ სიტყვას თუ ნაბიჯს შეუქებდნენ გარედან. ამიტომ დარწმუნა ყველა, რომ ერთი რამ გარანტირებულია. თუ კი ოპოზიცია შეძლებს 1 გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი შევქმენით და ხალხს ამოსუნთქვის და განვითარების შესაძლებლობა მივეცით. დღეს ოპოზიციას და მათ NGO-ებს აღარ უნდათ გაიხსენონ, თუ სად მიაქანებდნენ ამ ქვეყანას უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში. თუმცა მათი ღალატის ისტორიას საჯარო არქივები ინახავს და არც 2 წელია ისე დიდი დრო, რომ ხალხს მივიწყებოდა. ყველას გვახსოვს, რისგან შედგებოდა საქართველოს ნგრევის სანაცვლოდ უკრაინის დახმარების მათეული ხედვა. მათ მიერ ინიცირებული კანონების და რეზოლუციების პროექტებიც, რომლებიც დღესაც პარლამენტშია და არ გაუწევიათ, ამის დასტურია. გეტყვით ჩამონათვალს, თუ რა იყო მათი ხედვა. ეს იყო სამხედრო დახმარება, კერძოდ მოხალისე მებრძოლების გაგზავნა უკრაინაში და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება. და მეორე ეს იყო სანქციების დაწესება, კერძოდ საჰაერო სივრცის ჩაკეტვა რუსეთისთვის, რუსეთთან პირდაპირ ფრენების აკრძალვა, სავიზო რეჟიმის შემოღება, რუსეთის მოქალაქეებისთვის დასაქმების აკრძალვა, რუსული სანომრო ნიშნებით შემოსვლის აკრძალვა, საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება. თითოეულ ამ საკითხზე შეგახსენებთ, თუ როგორი პოზიცია ჰქონდა მაშინ ოპოზიციას და რას ითხოვდა. პირველი სამხედრო დახმარებას რაც შეეხება და მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში. ომის პირველივე დღეებში ოპოზიცია უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ჩარტერულ რეისზე თანხმობის მიცემას, რაზეც მთავრობამ უარი განაცხადა. შეგახსენებთ ზოგიერთ განცხადებას. გიგა ბოკერია. ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში დასახმარებლად გამგზავრებაზე ხელის შეშლა პუტინის რუსეთის პირდაპირ მხარდაჭერაა. ამიტომ ახლა ჩვენი მთელი ძალისხმევა უნდა იყოს სვლა ვადამდელ არჩევნებზე. ნიკა გვარამია. მაშინ, როცა ცივილიზებული სამყარო ცას უკეტავს რუსეთს, ჩვენ ცას უკეტავთ უკრაინას. ვიდრე ასეთი მუხანათების მძევლები ვართ, ჩვენი ადგილი არ არის თავისუფალ სამყაროში. თინა ხიდაშელი მოხალისეს, როდესაც არ უშვებ ფრონტზე, ეს არის პოლიტიკური არჩევანი. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს შეეძლო დაეტოვებინა საქართველოს რეგულარული ავიარეისით, ან თუნდაც სახმელეთო გზით, რატომღაც იყო დაჟინებული მოთხოვნა როგორც რადიკალური ოპოზიციისგან, ისე გარე აქტორებისგან,
რომ სპეციალურად ამ მიზნით შესრულებულიყო ჩარტელური რეისი, რომელზეც იქნებოდა მთავრობის საგანგებო თანხმობა. Რა თქმა უნდა, ეს აჩენს ეჭვს, რომ მიზანი იყო არა იმდენად რამდენიმე ათეული მოხალისის ომში ჩართვა, არამედ ის, რომ წარმოჩენილიყო სურათი, სადაც თბილისის აეროპორტიდან აფრინდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული რეისი, რომლითაც ქართველები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიემართებოდნენ. ყველასთვის გასაგებია, რომ საკუთარი მოქალაქეების ორგანიზებული გაგზავნა ბრძოლის ველზე სხვა არაფერი იქნებოდა თუ არა ომში ოფიციალური ჩაბმა. თუმცა ოპოზიცია და მისი NGO-ები ამ მოთხოვნით აქციებსაც კი არ მოერიდნენ და ეს იმ პირობებში, როცა ომის დაწყებიდან 2 წლის თავზეც არც ერთ სახელმწიფოს ხელი არ შეუწყია საკუთარი მოქალაქეებისთვის უკრაინაში მოხალისეებად საბრძოლველად წასასვლელად. პირიქით, ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მთავრობებმა პირველივე დღეებში საჯაროდ გააფრთხილეს საკუთარი მოქალაქეები არ წასულიყვნენ საბრძოლველად. მეორე მოთხოვნა შეიარაღების გაგზავნა უკრაინაში. მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნასთან ერთად ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოგვიწოდებდნენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. შეგასცენებს ზოგიერთ განცხადებას. თეონა აკუბარდია. ქართული წარმოების ჯავშან მანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის სიმბოლური რაოდენობის გადაცემაც საკმარისი იქნებოდა ხარდაჭერის გამოსახატად. არასამთავრობო ორგანიზაცია ჯისაკის წარმომადგენელი გიორგი რუხაძე. ყველაფერში შეიძლება მივეხმაროთ უკრაინას და ომში ჩართვასთან ამას კავშირი არ აქვს. შეგვიძლია იარაღი მივაწოდოთ. აქაც შეგახსენეთ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს 1 წელზე მეტი დასჭირდათ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების მისაღებად. მებრძოლების გაგზავნის შემდეგ საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების უსასყიდლოდ მიწოდება ომში მხარეთ ჩართვის კიდევ ერთი მაჩვენებელია. მთელი მსოფლიო აკვირდება, რამდენად ფრთხილად იქცევიან ნატოს წევრი ქვეყნებიც კი, რომ არ გადალახონ ის წითელი ზღვარი, სადაც რუსეთი მათ ომის მხარედ გამოაცხადებს. ამ დროს კი ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ომის პირველივე დღეებში საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების გაგზავნის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ და ამით ომში გვითრევდნენ. ახლა რაც შეეხება სანქციების დაწესებას. სანქციების დაწესების მოთხოვნის არ დაწესების გაპროტესტების და სანქციებისთვის ვითომ და გვერდის ავლის ყალბი კამპანია უკვე 2 წელზე მეტია სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველა ის განცხადება, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებდა. შეგასწრებთ ზოგიერთებს. ნინო ლომჯარია, მაშინ სახალხო დამცველის პოზიციიდან. ბომბებისგან მიღებული ცეცხლი შეიძლება სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ წვას, რაც ამ სიტყვების იგულისხმება განცხადება, რომ საქართველოს არ დაუწესებს რუსეთს სანქციებს, რომ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ვიგრძენით. ნიკა მელია, ბოდიში უკრაინელ დებს და ძმებს დიდი ბოდიში იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს. ბათუ ქუთელია, არასამთავრობო ორგანიზაცია ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, მიუერთდეს სანქციების ყველა კომპონენტს. გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი. სანქციის დაწესება ეკონომიკურადაც სწორი იქნება. შეიძლება მოკლე ვადაში რაღაც ვიზარალოთ, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება ეს ბოროტების იმპერია მსოფლიომ დაამარცხოს და ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამაში. სანქციების სხვადასხვა მიმართულებით ითხოვდნენ. პირველი ეს იყო სავიზო რეჟიმის დაწესება. გახსოვთ, რომ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით შეიქმნა სრულად ისტერიული ფონი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თითქოს და მოზღვევებასთან დაკავშირებით. ყველას გვახსოვს პირდაპირ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებიდან ამოკითხული მეთოდებით წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ეს ჯგუფები ავრცელებდნენ. კერძოდ, თქვენ გახსოვთ ნახატები კედლებზე, რომლებზეც ოპოზიცია და მისი მედია სრული დამაჯერებლობით გვიმტკიცებდნენ, რომ ეს იყო რუსი დივერსანტების სასიგნალო ნიშნები, რომლებიც მოგვიანებით ერთ-ერთი ქუჩის მხატვრის მიერ დახატული კატები აღმოჩნდა. გახსოვთ ქსენოფობიამდე მისული სიძულვის მარშები თბილისის ტურისტულ ადგილებში, რამაც საბოლოოდ იმ ფაქტამდეც კი მიგვიყვანა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სლავური გარეგნობის ქალს ვიღაცამ ქვა ესროლა. ამ ქსენოფობიური კამპანიის მიზანი იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გაუსაძლისი პირობების შექმნა და სახელმწიფოს იძულება, რომ დაეწესებინა სავიზო რეჟიმი. შეგახსენებთ განცხადებებს და ქმედებებსაც. კერძოდ, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ძალადობრივი ორგანიზაცია სირცხვილიას ორგანიზებით პარლამენტთან გაიმართა საპროტესტო აქცია
მოთხოვნით დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის სოროსის ფონდი, სირცხვილია, სამართლიანი არჩევნები, საფარი, მედია ომბუდსმენი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს პენცენტრი, გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელთაც ისინი იმავე კონსპირაციაზე დაყრდნობით, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ინტერვენციისთვის იქნებოდნენ გამოყენებული, ითხოვდნენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. მამუკა ხაზარაძის განცხადება, სასწრაფო დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი. ასე თუ გაგრძელდება, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე. თინა ხიდაშელი, არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო იდეა. ვინაიდან რუსეთის მიერ ვიზების გაუქმების გადაწყვეტილებაში ჩვენ ვერ ჩავერებით და ვერაფერს ვუზავთ, საპასუხო ღონისძიება დაწესდეს ვიზები რუსების მოქალაქეებისთვის და ამით გაკეთდეს პოლიტიკური განაცხადი. შემდეგი მოთხოვნა იყო საჰაერო სივრცის სრულად ჩაკეტვა რუსული თვითმფრინავებისთვის. ომის პირველივე დღეებში ოპოზიცია მოითხოვდა საჰაერო სივრცის სრულად დაკეტვას რუსეთისთვის. შეგახსენებთ განცხადებას. პოლიტიკური ჯგუფი გირჩი სასწრაფო ჩაიკეტო საჰაერო სივრცე რუსეთთან. ეს გახლავთ ომის დაწყებიდან მეორე დღეს თუ მესამე დღეს გაკეთებული განცხადება. ნიკა მელია ჩაიკეტო საჰაერო სივრცე რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა. ამავე დროს შედგა NGO-ების პეტიცია და რომელსაც სხვადასხვა NGO-ები აწერდნენ ხელს. შემდეგი მოთხოვა იყო პირდაპირი ფრენების აკრძალვა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღადგინა სამხრივად შეჩერებული პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს სანქციების დაწესების ახალი კამპანია და ითხოვდნენ ფრენების აკრძალვას. შეგახსენებთ განცხადებას. ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა. ევროკავშირის სახელმწიფოებში რუსული თვითმფრინავებისთვის სივრცე არის დაკეტილი. ევროკავშირი აღიქვამს ამ საკითხს შემდეგნაირად, რომ თუ კი ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუ კი ქვეყანა ცდილობს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, მაშინ მან უნდა გაიზიაროს ის პოლიტიკა და ეს არის რუსეთის იზოლაციაში ჩაყენების პოლიტიკა. გიორგი ვაშაძე, თუ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში იწყებენ ფრენას, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ვიჯდეთ სახში. სანქციების დაწესების დაჟინებულ მოთხოვნას იმ პირობებში, როდესაც საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ საქართველო იღებდა ვალდებულებას არავისთვის მიეცა სანქციების გვერდისავლის შესაძლებლობა, რაიმე რაციონალური ახსნა არ ჰქონდა. 40 მილიონიან უკრაინაში რამდენიმე ათეული მოხალისის ჩასვლა, ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს მიერ შეერაღების მიწოდება, რუსეთის ეკონომიკაში 0.2 წილის მქონე ქვეყნის მიერ სანქციების დაწესება, არათუ გარდამტეხ, რაიმე საგრძნო გავლენასაც კი ვერ მოახდენდა ომის მსვლელობაზე. ერთადერთი შედეგი, რასაც ეს ნაბიჯი მოიტანდა, იქნებოდა რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რომელიც ბოლოშიც გარანტირებულად იყო რუსეთთან როგორც ეკონომიკური, ისე ცხელ ომში საქართველოს ჩართვა. ხაზგასასმელია ერთი გარემოებაც. რადიკალურ ოპოზიციასთან არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნისონში მყოფი უცხოელების მხრიდან სანქციების დაწესების მოთხოვნის პარალელურად არავინ ხაზს უსვამ არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ორგანიზაცია არ გვაძლევდა და დღემდე არ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს იმ შემთხვევისთვის, თუ სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკურ კრიზისამდე ან სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანდა. და ეს იმ პირობებში, როდესაც სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობადაც კი სახელდებოდა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არავინ საქართველოსგან სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რაც რა თქმა უნდა არ არის სიმართლე. ბევრი უცხოელი ხვდებოდა, რომ სანქციების დაწესების საჯარო მოთხოვნას საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქცია მოხვდებოდა. ამიტომ ეს მოთხოვნები დახურულყანს მიღმა ან არაპირდაპირ ჟღერდებოდა. თუმცა ვნახეთ საქართველოს პოლიტიკის საჯაროდ დაგმობაც და სანქციების დაწესების მოთხოვნებს. მაგალითად, ლიეტუვის პარლამენტის 2022 წლის აპრილის რეზოლუციაში, ევროპარლამენტის 2022 წლის დეკემბრის რეზოლუციაში, ლატვიის პრეზიდენტის 2023 წლის სექტემბრის განცხადებაში, ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესპიკერის 2023 წლის თებერვლის განცხადებაში და ასე შემდეგ. რას და როგორ ითხოვდნენ უცხოელები დახურულ კარს მიღმა, ეს ცალკე საუბრის თემაა, რომლის დროც აუცილებლად დადგება. რა იქნებოდა ამგვარი თავქარიანი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის ეკონომიკური შედეგი, ეკონომისტების მიერ დეტალურად დათვლილია. 2022 წელს ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა საქართველოს ექნებოდა 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც 18 მილიარდი ლარის ზარალს უდრის. შედეგად,
ჩვენ სამჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებდით, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, რაც ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასია. თანაც ეს იმ შემთხვევაში, თუ ესკალაცია ეკონომიკურ ომს არ გაცდებოდა. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ესკალაცია ცხელ ომამდე მიგვიყვანდა, ამას ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, არა მხოლოდ უკრაინის მაგალითზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდანაც კარგად ხვდება. ამის საპირისპიროდ, სწორედ იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ, ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა, დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში და გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ამიტომაც 26 ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მარტივი და ცხადი არჩევანი ექნება. ვინაიდან არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას, გრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის.